ავტოკრატების გაერთიანება, N. Applebaum. წიგნი, რომელიც მოგვითხრობს თუ რამ განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელს მსოფლიოში დიქტატურის გაძლიერება და დემოკრატიის შესუსტება. ეს არის სრულიად ახლებური ხედვა, სადაც ავტორი ამერიკელი და პოლონური წარმოშობის ასევე ჟურნალისტი და ისტორიკოსი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ დავაკვირდეთ, როგორ მიმდინარეობს დიქტატურის გაძლიერება და როგორ ერთიანდებიან დიქტატორული სახელმწიფოები მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ შენარჩუნდეს დიქტატორული წყობა და უფრო მეტად გაძლიერდეს. აქ არის საუბარი არამხოლოდ იმ სახელმწიფოებზე, რომელიც ჩვენს მეზობლად არის და ვიცით მათი დიქტატორული მისწრაფებების შესახებ, როგორიც არის ჩვენი მეზობელი რუსეთი, არამედ აქ არის საუბარი ყველა კონტინენტზე გაშლილ დიქტატურაზე. N. Applebaum-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც საქართველო, ის საქართველოს ჩამოთვლის იმ სახელმწიფოების გვერდით, რომელიც დიდ ავტოკრატიულ რესპუბლიკებს ეხმარებიან სანქციების თავიდან არიდებაში მრავალი მიმართულებით. N. Applebaum-ი ამ წიგნს უძღვნის ოპტიმისტებს, ეს თავშივე ჩანს და ძალიან საგულისხმოა ეს ფაქტი, იმიტომ რომ ალბათ აი ამ ბოროტებასთან გამკლავება შეუძლიათ იმ ადამიანების ჯგუფებს და გაერთიანებას, რომელსაც ჯერა, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას, აი ამ რთულ ვითარებაში, რთულ პირობებშიც აქვს აზრი. სწორედ ამიტომ ჩვენთვის არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ აი ეს რეალობა ჩვენს ქვეყანაში არ დადგეს. მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი დაგვეხმარება ყველას, რომ უკეთ გავიაზროთ, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და როგორ შეგვიძლია, რომ ამ პროცესებს შევეწინააღმდეგოთ. ეს იყო გაკვეთილები დიქტატურაზე. ჩვენ ვისაუბრეთ N. Applebaum-ის ავტოკრატების გაერთიანებაზე. მე ვარ გვანცა ჯობავა.